ქართველი კომპოზიტორის, დირიჟორისა და პედაგოგის უდიდესი საზოგადო მოღვაწის ოთარ თაქთაქიშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი და დაკავშირებული ღონისძიების შესახებ უნდა ვისაუბროთ. 4 მარტს ნიჭიერთა 10 წლეთში ვიქტორია ჩაპლინსკაიას კლასის კონცერტი საღამო გაიმართება. თემაზე სასაუბროდ კი შემოგვერთდნენ სტუმრები, ოპერის თეატრის კონცერტმაისტერი, ზურა ფანჯაბარიძის საერთაშორისო ფონდის ლაურეატი, ნიჭიერთა ათლეტის პედაგოგი, კაპიტანი ვიქტორია ჩაპლინსკაია და ცნობილი კომპოზიტორი 10 წლეთის პედაგოგი ბატონი კახა ცაბაძე. დილომშვიდობის მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. როგორც აღნიშნეთ, ბატონო ოთარ თაქთაქიშვილის 100 წლის საბთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც 4 მარტს გაიმართება და რა თქმა უნდა საუბარს თქვენით დავიწყებს კაპიტანი ვიქტორია, იმიტომ რომ ეს ღონისძიება სწორედაც რომ თქვენი მეთაურობით ასე ვთქვათ იმართება, ხო? როგორ უნდა აღინიშნოს ეს თარიღი? და პირველ რიგში გილოცავთ დედის დღეს სიყვარულით. დიდი მადლობა. მოგესალმებით. მივესალმები ერთსულოვნების ყველა მაყურებელს. და მეც ნიშანდობლივია, რომ ჩვენი შეხვედრა შედგა ასეთ დღესასწაულს, როგორც არის დედის დღე და ყველა დედას უსურვე ბედნიერებას და მათი შვილების ბედნიერ მომავალს. გაიხარით. და ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემა არის საიუბილეო თარიღი ჩვენი უდიდესი კომპოზიტორის ვიტყვი, რომ მე-20 საუკუნის კლასიკოსის ოთარ თაქთაქიშვილის საიუბილეო თარიღის 100 წლის თავს, რომელიც არის ჩანიშნული 4 მარტს ნიჭიერთა 10 წლედის ხელშეწყობით ჩვენ ახალგარემონტებულ სკოლის დარბაზში ჩვენი მოსწავლეების მონაწილეობით და ამისთვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ჩვენ ხელმძღვანელობას, ბატონ ნოდარ ჟვანიას, ქალბატონ ესმა ქირიას, ქალბატონ თამარ მიქაძეს, რომლებიც ყოველთვის მხარში გვიდგანან ამ ნიჭიერი ბავშვების განვითარებაში, ზიარებისთვის, მშვენიერების ზიარებისთვის. და რაც ეხება ბატონ ოთარს, ეს იმდენად დიდი პიროვნება იყო, რომ მაგაზე საუბარს ალბათ არაერთი გადაცემა უნდა მიეძღვნას. უბრალოდ ჩემი როგორც პედაგოგის მისია არის, რომ მე ვაზიარო ჩვენ მოსწავლეებს, ჩვენ ახალ თაობას იმ ფასეულობას, რაც გააჩნია ჩვენ მუსიკალურ მემკვიდრეობას. რაოდენ მდიდარია ჩვენი ქართული მუსიკა, რომელიც დაყრდნობილია ქართულ ფოლკლორზე და მინდა რომ ეს სიყვარული და ეს ყველაფერი რამაც მიგვიყვანა ამ დრომდე ამ ბავშვებმა სწორედ შეაფასონ და ღირსეულად გააგრძელონ ეს ხაზი ჩვენი ქართული მუსიკის სიყვარული. ბატონი ოთარის მემკვიდრეობა ძალიან მდიდარია. ის იყო როგორც კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი, ლოდბარი, დიდი მოღვაწე, მისი შემოქმედება. ერთადერთი ბალეტი არ შეუქმნია ხომ, როგორც დიახ. ის ქმნიდა ძალიან ბევრ ჟანრში. და ჩვენ ამ კონცერტში შევეხეთ კამერულ ინსტრუმენტალურ და კამერულ ვოკალურ და საოპერო ჟანრებს. რომლის მე მოგახსენეთ მონაწილეები არიან ძირითადად ჩვენი 10 წლედის მოსწავლეები და მაგათ გვერდით გამოდიან ჩვენი დიდი პროფესიონალები ოპერის თეატრის უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, როცა გამოუცდელ მოსწავლეს აყენებ პროფესიონალის გვერდით. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი გამოცდილება და ძალიან დიდი ბედნიერება მათთვის. ძალიან
დიდი ბედნიერება და მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ოპერის თეატრის მომღერლებს სულხან გველესიანს, ელენე ჯანჯალიას, მარიკა მაჩიტიძეს, ნათია სტეფანიშვილს, გივი გიგინეიშვილს, ზურა ფანჯაფარიძე უმცროს, მე ვიოლინე ქეთევან თავშავაძეს, რომლებიც აი ასე გულწრფელად სიამოვნებით ემსახურებიან გარდა მშვენიერებას, აი ასე გამოუცდელ აცი ფეხზე რომლებიც ფეხზე უნდა დადგნენ მუსიკოსები და იცით როცა შევეხეთ თაქთაქიშვილის მუსიკას ჩვენ სულ ყველა მივიღეთ უდიდესი ბედნიერება და ეს ერთობლივი შემოქმედება არის საანსამბლო ხელოვნება. საანსამბლო ხელოვნება გულისხმობს ურთიერთგაგებას მუსიკაში. საერთოდ ყველას გვჭირდება ურთიერთგაგებაში და მუსიკა ისეთი რამ არის, რაც უცხო ენას არ მოითხოვს. აი მუსიკა არის საერთაშორისო ენა. ნებისმიერი ადამიანის სხვადასხვა ეროვნების თუ მუსიკაში ერთნაირად აზროვნებენ, ძალიან ბედნიერება ორივე მხრისთვის და აქ მე მინდა ვთქვა რომ ოთარ თაქთაქიშვილმა შექმნა ძალიან ბევრი ოპერა, 8 ოპერა აქვს, მათ შორის მინდია, ყველაზე პოპულარული მინდია ვაჟა-ფშაველას პოეზიაზე, მთვარის მოტაცება გამსახურდიას რომანის მიხედვით, ჯავახიშვილის თემებზე აქვს 3 ნოველა და ასევე უამრავი რომანსი გალაქტიონ დაბიძის, სიმონ ჩიქოვანის ტექსტებზე. მე აღნიშნავდი ცალკე ერთ-ერთი მე ვთვლი რომ არა მარტო ქართული მუსიკის მე ვთვლი რომ მსოფლიო მუსიკის შედევრია 5 პოემა გალაქტიონ დაბიძის ტექსტზე. აი ნამდვილად შედევრია ეს. ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ფლეიტისთვის სონატა, ფლეიტისთვის და ფორტეპიანოსთვის, რომელიც არის ერთ-ერთი მარგალიტი და იმ მსოფლიო მასშტაბით ხო რომ ჩამოთვალოთ ხარ რომ გავხსენოთ კომპოზიტორები, ალბათ არც თუ ისე ბევრია, ვისაც ესე მუსიკალური თვალსაზრისით კლასიკურს უგულისხმობს თავისთავად, რომ ესე მრავალფეროვანი იყოს ჟანრობრივად მისი შემოქმედება. და მსოფლიოს დონის ღირებულების მუსიკა შექმნას და ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება აი შევხებულიყავით აი ამ მუსიკას და ძალიან დიდი მოწიწებით ვემზადებოდით ამ თარიღისთვის და ყველას ვისაც აინტერესებს ბატონი ოთარის შემოქმედება გთხოვთ მობრძანდეთ 4 მარტს 4 საათზე დიახ ნიჭიერთ აწლეთში. დიახ, ბატონ კახა, თქვენგანაც რა თქმა უნდა საინტერესო არის რომ მოვისმინოთ თქვენი დამოკიდებულება, თქვენი შეფასება ბატონი ოთარის, იმიტომ რომ თქვენ წანდებით ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიტორი, თქვენი ნაწარმოებებიც როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებსაც ცდება და თავისთავად ეს განცდები ძალიან ახლოს არის ხომ, როდესაც ეხები შემოქმედს, ეხები ადამიანს, რომელიც არის ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიტორი, რომლის შემოქმედებაც ასევე გაარღვია ქვეყნის ფარგლები და ყოველსათვის საერთო ენა შექმნა, ასე ვთქვათ ხომ. ძალიან დასაფასებელია არა მხოლოდ მუსიკალური თვალსაზრისით, არამედ ის პერიოდი, რაც კულტურის მინისტრი ბრძანდებოდა ბატონი ოთარის, საკმაოდ დიდი შრომა, დიდი ღვაწლი გაწია და დასდო ქართულ კულტურას. მოვისმენთ სიამოვნებით თქვენი მხრიდან. პირველად მინდა დღევანდელი დღე მოგილოცოთ ყველას. კულტურისთვის. დედის დღე. გმადლობ. შვილებს მინდა ლევან ჭუბაბრიას ლექსი მახსენდება ფრაზა შენ ყველაზე მეტად რომ მიყვარხარ შენ ყველაზე ცოტას გეფერები. შვილებს მინდა უთხრა რომ დედებს დიდხანს ეფერეთი. კონდეთ ეს ბედნიერება და დედებს უსურვო რომ ბედნიერი და სულ გახარებული ენახოთ თავისი შვილები. ილოცავთ კიდევ ერთხელ. რაც შეეხება დღევანდელ საღამოს და თქვენ კითხვას, ნუ ახლა ბატონი ოთარი იყო
უდიდესი ქართველი კომპოზიტორი, რომელმაც დატოვა აი თქვენ ჩამოთვალეთ აი ჟანრები, ხო, ოპერიდან დაწყებული სულ მცირე ფორმის ნაწარმოებებიც აქვს შექმნილი და შედევრებია თითოეულში მისი მხრიდან ჩადებული აქ. Ну, მე მაგალითად ძალიან მიყვარს მინდია, ოპერა, საოცრება, მისი დამოკიდებულება ფოლკლორის მიმართ. ამას წინათ იყო რამოდენიმე წლის წინ შავლე ქშილაკაძემ თხოვა, რომ რედაქტირება გამეკეთებინა მისი მეგრული სიმღერების. რასათუთად ექცევა ქართულ ფოლკლორს, საოცრება. მისი აი ფლეიტისთვის სონატა ვახსენეთ, ხო? ეს არის აი მე მგონი რომ უნდა ისწავლებოდეს ფორმის თვალსაზრისით როგორ არის ეს ჩამოყალიბებული, აი როგორი პროფესიონალიზმით არის ეს ყველაფერი გაკეთებული და პლუს ამას ხო უზარმაზარი შემოქმედება დატოვა და იყო უდიდესი საზოგადო მოღვაწე. აი მარტო ის რომ ახსენოთ რომ მის პერიოდში აი ოქროს ხანას რომ უწოდებთ ქართული კულტურის სწორედ მისი მინისტრობის პერიოდს ემთხვევა უმრავლესი წლები. თუნდაც ანსამბლ რუსთავის შექმნა რადღირს ქართველებისთვის ხო და ნუ მრავალი ასეთი სხვა და მე მინდა დღევანდელი საღამოს დღევანდელი კი არა ნუ დღეს საუბარი დღეს ხვალინდელ საღამოზე თქვა რომ ვიკა ჩაპლინსკაიას მინდა მადლობა გადავხადო მახსენდება დღეს უთხარი კიდევაც ვიკას სულხან ნასიძემ თქვა რომ ქალბატონი ვიკა რო არ იყოს ქართული მუსიკა დაიხურებოდა ეს არის უდიდესი პროპაგანდისტი ქართული მუსიკის მართლაც უდიდესი მოყვარული ამ თავისი საქმისა უდიდესი გამოცდილების მქონე ადამიანი მე მგონი არ დარჩენილა მომღერალი საქართველოში რომელთან ერთადაც არ აქვს ნამუშევარი ქალბატონ ვიკას და სწორედ რომ აი ბავშვებს აზიარებს აი ესეთ დიდ შემოქმედებას და ის რომ აი თქვენ ახსენეთ კიდევაც რომ დიდი მომღერლები ესეთი წარმომადგენლობითი სარი ხო შემსრულებლების აი პიანისტებთან ერთად რამხელა ბედნიერება მართლაც ბავშვებისთვის ასე დიდ წარმატებას გისურვებთ ქალბატონო ვიქტორია აი ჩვენი საუბრის ბოლოს კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ მაყურებელს როდის და სად გაიმართება შემოქმედებითი საღამო კონცერტი 4 მარტს 16 საათზე ნიჭიერთა აწლედის სკოლის შენობაში ჩვენ ბრწყინვალე ახალ გარემონტებულ სკოლაში, ახალ აშენებულ დარბაზში ჩატარდება ეს პატარა საიუბილეო კონცერტი, რომელიც ეძღვნება ჩვენ უდიდეს კომპოზიტორს ოთარ თაქთაგიშვილის 100 წლის თავის. წარმატებები მინდა უსურვოთ პროფესიონალებს, მოსწავლეებს, თქვენს რა თქმა უნდა, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუდიის სტუმრები. შეგახსენებთ, ჩვენი სტუდიის სტუმრები გახდნენ ოპერის თეატრის კონცერტმაისტერი ზურა ფანჯაბაძის საერთაშორისო ფონდის ლაურეატი, ნიჭიერთა აწლედის პედაგოგი ქალბატონი ვიქტორია ჩაპლინსკაია და ცნობილი კომპოზიტორი აწლედის პედაგოგი ბატონი კახა ცაბაძე.